ამ ვიდეოში გაჩვენებთ თუ როგორ არის საწყობილი რობოტი Nexus-ი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა რობოტების ბრძოლის ასოციაციის მიერ გამართულ რობოტების ბრძოლაში 5 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ავიღოთ ხა ეს სახელოსნოში და ნახოთ. როგორ გამოიყურება? და როგორ არის საწყობილი რობოტი Nexus-ი. ესეთი ფორმით ხდება ეს ხუქი. იგი ჩოთქიანი ძრავებია, რედუქტორით, ორი ცალი, ბორბლებისთვის, ბორბლები გამოიყურება. რეზინის ბორბლებია და საკმაოდ კარგი მოჭიდება აქვს. ზედაპირზე აი ამ ორი ძრავის დრაივერია ის 30 ამპერიანი. დამაგრებულია ესენთან ერთად, რომ ამორტიზაცია ქონდეს. აქ არის Arduino, აქ არის ძრავის კონტროლერი. აი ეს კონტროლერი გახლავთ იარაღის ძრავის კონტროლერი. იარაღის ძრავად გამოყენებულია ეგრეთ წოდებული ხის მჭრელის ძრავია ეს. ეს არის უჩოთქო ძრავი, რომელსაც პატარა რედუქტორი აქვს წინ. საკმაოდ მძლავრი ძრავია და საკმაოდ პრაქტიკული. როგორც ვთქვით, ესეთი ტიპის ხის მჭრელები იმართება ღილაკით. ღილაკი ჩავხსენეთ და რელე გამოვიყენეთ, რომელიც იმართება უკვე Arduino-s გამოყენებით. ამ პულტის რესივერი აღარ არის დამაგრებული, რომელიც რა თქმა უნდა Arduino-სთან არის დაკავშირებული iBus ინტერფეისით. პულტი სტანდარტული პულტია, დრონის პულტი, იაფიანი და საკმაოდ მუშაობ ვარიანტი. გამოვიყენეთ ამ ხელსაწყოს ელემენტი, რომელიც ესე გამოიყურება. შეგვიძლია ესე ჩავსვათ. აქ მაგრდება ეგრეთ წოდებული პლასმასის შესაკრავებით. აი მეორე მხარეს არის გათავსებული უკვე ლიპო ელემენტი. ესეც რკინის კუთებში ვინახავთ უსაფრთხოებისთვის. აი აქ გვაქვს ესეთი ჩასადები და ესეც აი აქ მაგრდება პლასმასის შესაკრავებით. ეს ელემენტი კვებავს აი ამ დრაივერს. აქ ზედა მხარეს ამ რობოტს განთავსებული აქვს ეგრეთ წოდებული ჩამრთველები. ერთი გამოიყენება იარაღისთვის, ხოლო მეორე გამოიყენება ბორბლების ძრავებისთვის. აღარ გვჭირდება ხა მეტავზე. არის ხის განაწყობილი, წინა მხარეს დამატებული აქვს ესეთი კონსტრუქცია.